რეპატრიაციამ დაუბრუნა ებრაელს, მათ შორის ქართველ ებრაელს, ეროვნული სიამაყის გრძნობა. რეპატრიაციამ მიანიჭა მას სრულფასოვანი, სრულუფლებიანი, თავისუფალი მოქალაქის სტატუსი. איפה זה כיכר שבתאי-אלשווילי? כיכר שבתאי-אלשווילי. מה זה? כיכר שבתאי-אלשווילי. אתה מכיר דבר כזה? לא. ברוממה. מה זה? ברוממה? איפה? יכול להיות, כן. אני חושב שזה פה למטה ברחוב פתח תקווה, לא? ჩვენ იმ ადამიანის სახელობის მოედანს დავეძებთ, ვინც 40-ოდე წლის წინ შეებრძოლა საბჭოთა ტოტალიტარიზმს და სიონიზმის იდეებით გატაცებულ საქართველოს ებრაელთა ერთ ნაწილთან ერთად აღასრულა მსოფლიოში გაფანტული ყველა ებრაელის ოცნება. დაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში. לפני המפרץ של החנייה ויש שם חנות כזאת גדולה, יש עלייה כזאת פנייה שמאלה, ושם זה בית כנסת מאחורי עצים, אני חושב שזה שם, בית כנסת כל יעקב. כן, הוא אומר שכן. תודה לך. שלום. שבת שלום. שבת שלום. დღევანდელ ისრაელში ცხოვრება იმდენად დინამიურია, რომ ახალ თაობას ხშირად აღარ ახსოვს სად არის და ვის ხსოვნას უძღვნეს ეს მოედანი. כיכר שבתאי-אלשווילי. את יודעת איפה זה? שמעתי, מה את אומרת? כיכר שבתאי-אלשווילי. כיכר שבתאי? אלשווילי. לא מכירה? לא. תודה. Uram. Ay, bunu yapmıyor. ამ სახლში ცხოვრობდა ის შაბთაი-ელაშვილი, ვისი სახელობის მოედანსაც დავეძებდით ჩვენ იერუსალიმში. ლტოლვილი ებრაელები საქართველოში 26 საუკუნის წინ გამოჩნდნენ. ვინარეცა და წარეტაცა მათი კუთვნილი მიწა. ასურელები მოკვეთილი თავებისგან კოშკებს აშენებდნენ. ეგვიპტელებმა ვითომ შეიფარეს, მერე კი მონებად აქციეს. ბერძნები იარაღსა და კუნთებს ათამაშებდნენ ისრაელის მიწაზე. რომაელებმა მათი სიწმინდეები გაიტაცეს. ისინი კი ბაბილონის ტყვეობიდან მოყოლებული ჯიუტად იმეორებდნენ. თუ დაგივიწყო იერუშალაიმ, გახმეს მარჯვენა ჩემი, ენა ჩემი, მიახმეს სასას ჩემსას.
და ამ დღიდან ისრაელის ახლად შექმნილი სახელმწიფო იძულებულია აწარმოოს გამუდმებული ომი არაბულ სამყაროსთან თავისი დამოუკიდებლობის დასაცავად. ეს ომი გარდამტეხია ისრაელის ისტორიაში, რადგან ებრაელებმა საკუთარი ძალით შეძლეს არაბთა მილიონიანი კოალიციური არმიის განადგურება. ეს იყო აი ესეთი ავირა, რომელიც უკვე შეიქმნა 6 დღიანი ომის შემდეგ, ჩვენ მივდივართ ისრაელში. ისრაელი უძახის თავის შვილებს უნდა დაბრუნდნენ და უნდა დავეხმაროთ ჩვენ პატარა სახელმწიფოს, რომელიც ასეთი დიდი რა ქვია იმას ნეს სასწაულები ხდება ჩვენს ქვეყანაში. ამას ჩემი ხშირად ნახულობდა ხოლმე თბილისში და ჩამოაქვდა ისრაელის ბროშურები, თავისი წიგნები, ჩვენ კიბურში წავალთ, ვიმუშავებთო, ჩვენი შვილებითო ფრონტზე ერთად წავალთო და ასეთი სფერო იყო სახში, რომ ერთმა რამდენიმე მოიწვია, რამდენიმე კიდე რამდენიმე მოიწვია, ეს ძალიან ბევრი მომთხოვნი გახდა. ეს გადაწყვეტეს, რომ გზა დაკეტილიყო, ჩვენ ამ მომენტში მოვხდით. თავისი მომზადებით, თავისი ჭკუით, თავისი ცოდნით, იმდენად ძლიერი ხალხი იყო, რომ საჭირო იყო ქვეყნისთვის. ამიტომაც ეწინააღმდეგებენ მათ გაშვებას. ეს ერთი, მეორე კიდე პოლიტიკური მომენტი იყო. საბჭოთა კავშირს ტოვებენ, რისის ტოვებენ, ესე იგი კარგად არ არიან. აი ყველაფერი გადავქეკე მერაბ ჯილფას, ყველაფერი აი ეგ. და აი ახლა აი ამ წიგნში 2519 გვერდია, ხო? საქართველო. აი ესე იგი საბჭოთა პოსტა ძალიან ფხიზლად მუშაობდა. წუნს ვერ დასწრა. ხო და არც წასული წერილები ჩანს საქართველოდან და არც დაბრუნებული წერილები. ამ დროს საბჭოთა ხელისუფლება აცხადებს, განცხადებას აკეთებს თითქმის ყოველდღიურს, რომ საბჭოთა ებრაელებს, როგორი ტერმინია საბჭოთა ებრაელი თანაც, ებრაელი შეიძლება და ისრაელის არ შეიძლება, ხო, საბჭოთა ებრაელებს არსად არ უნდა წასვლა, რომ საბჭოთა ქვეყანა მათი სამშობლოა. აი, შაბთაი ელაშვილს ამ სიტუაციაში რა უნდა ექნა? არც ერთი წერილი მისი გაგზავნილი არსად არ მივიდა. და დაიწყო გამოსავლის ზებნა. მაშინ გამოჩნდა როგორც ჩანს, იდეა მოვიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის. ესე იგი არა მხოლოდ ისრაელში შეტყობინება, არამედ კიდევ უფრო მაღალ ინსტანციაში. ჩვენ საქართველოს 18 მორწმუნე ებრაელის ოჯახი გთხოვთ დაგვეხმაროთ, რომ დაგვაბრუნონ ისრაელში. რეპატრიაციის ნებართვის მომბლოდინე ყოველმა ჩვენგანმა გავყიდეთ რაც რამ გვებადა. თავი დავანებეთ სამსახურს. ამ მოლოდინში გაიღვინეს თვეებმა ზნობითელის შველას. ჩვენ გავაგზავნეთ ასობით წერილი და დეპეშა. ისინი კი გაქრნენ ვიცრემლები უდაბნოს ქვიშაში. მაგრამ ჩვენ გვწამს და ველით. დაველოდებით თვეობით, წლობით. ჩვენ რწმენას კი არ მოღავადებ. შიშის დრო დასრულდა. დადგა დრო მოქმედებისა. და თუ არა მე, აბა ვინ? და თუ არა ახლა, აბა როდის? და ხელის მოწერები. ელაშვილი, ელაშვილი, ელუაშვილი, ხიხინაშვილი, ჩიკვაშვილი, იაკობაშვილი, წიწუაშვილი, თეთრუაშვილი, მიხელაშვილი. 18 ხელმოწერა, 18 მისამართი. ბატონო ელი, რატომ იყო მხოლოდ 18 ხელმოწერა? და არა ვთქვა 200, 500. ხო შეიძლება და შეგროვება, მაგრამ 18 იყო. ეს არის სიმბოლი ამ ისრაელ ხაის. თვითონ წერილში განმარტება არის მაგის აი იმ საკითხზე. 18 ხაი, სიცოცხლე. დიახ, ხაი. ხაი არის სიცოცხლე. ასე ქონა დაფარებული ხელი ზეიდან. 8 ოჯახი, ვერ უყურე მინ მოწერა ხელი, მე ცხეს ვაწერა ხელი.
ზეით არა იხედო მეუბნება მარტო შენსაც შეხედე შენი გვარი სახელი და მოაწერი შენი მისამართი სათქმა ელაშვილი იაკობის ზელოვიჩ ცხოვრებით წერეთელი პიისია დვა მოვაწერე ხელი და წემე გახვალ გარეშ კაცად ელაბარგო ერთი ყრინტი ხმა შენი არც ქუჩაში არცად ლოცავში არცად არ იქნება იმეშ კახი იერუსალიმ ტიშკახიემი ეს იმას ნიშნავს რომ თუ დაგივიწყო შენ იერუსალიმო დავიწყდეს მარჯვენა ჩემი და ეს იყო ჩვენი სიმბოლო ჩვენი შვილი ჩიძები შვილიშვილები შვილთაშვილები რომელიც როწებებედი სამი ჩემები და დღეს ვარ 29 ის მაინტერესებს, აი თვითონ როგორ მოახერხა წერილის გაგზავნა. მაგის ძალიან ისტორიული ამბავია, იმიტომ რომ ჰოლანდიის სელჩო იყო ისრაელის სახელმწიფოს წარმომადგენელი საბჭოთა კავშირში. მაგრამ სელჩოში ასეთი წერილი შეხვდა, სინჯავენ, როვინმეს ჩაუვარდეს წერილი ხელი არ შეიძლება. ამიტომ წავიდა და დაზვერვები გააკეთა. როდესაც ყარაული მიდიოდა ერთი მხრიდან მეორე მხარეს რამდენ ხანს უნდებოდა, უყურებდა რამდენ ხანს დაუჭერდი კნოპკას, რამდენ ხანში კარები იღებოდა და ეს ყველაფერი გამოენგარიშა რამოდენჯერმე წავიდა მოსკოვში აი იმ წერილით დაბრუნდებოდა სანამ იყო ისეთი იხელთა დრო და დავარეკეო შევედი იყო რო შევედი აი იმ წერილით უკვე დამიძერან გაჩერდიო დამიყვირენო გამოიქცენ ჩემთანო და ამ დროს კარები გაიღო და შევედიო რო შევედი იქ ესე იგი წნევა რო გაშინდიო და 500 იყო მე მგონიო რაღაც ძალიან 18 ოჯახის ბედი ხელში უკავია შევიდა ელჩი შეხვდა და თხოვა ისრაელის სახელმწიფოსთვის გადაესწრა ეს წერილი რამდენიმე დღეებში როცა წერილი გამოქვეყნდებოდა შეიძლება წაიყვანოთ უყოლა ერთხამს და ვერავინ ვერ გაიგებდა რა მოვიდა ამ ადამიანებს მაგრამ მეორე მხრივ ეს თვითონ მოითხოვეს რომ ეს წერილი გამოქვეყნებული იყო даже მისამართებიც რომ გამოქვეყნებული იყო რომ ეს იყო ნიშნი რომ ჩვენ არ გვეშინია ეს ძირითადი მნიშვნელოვანია არ გვეშინია ჩვენ არ გვეშინია ჩვენ მზათა ვართ ყველაფრისთვის მოვზანდით აქეთ მოვზანდით მე შეხვდები სახლი გაყიდული მქონდა რომ გადაიგეთ ახლა დაიწყოთ წერა ვის არ მოხოცებოდის რო გიშველე ბოლოს ბევრი წერა დაიწყეთ უშრებამ დამბარა ხუთი პარტიიანი ფაქტი მაქვს მიღებული გამჩენმა დამტევაცაც ხარ თითქმის 2 წელიწადს გაგრძელდა ლოდინი. არ ამჟღავნებდნენ, მაგრამ შიშმა შეიპყრო 18 ოჯახი. ყველა გამვლელში მეთვალყურე ელანდებოდათ. ამათ შემოგ გაუცხადა ოჯახებსო, რომლებსაც არ შეუძლიათ არც ერთი არ მიდის სამუშაოდ, არც ერთი არ მიდის რა ისეთი მონკი ბიზნეს რო გააკეთოს ესეთი ბიზნესი რო თითქოს და რომელიც აგრეთული ბიზნესი შეიძლებოდა, არ შეიძლებოდა მაშინ გაკეთება, იმიტომ რომ არ გამოიჭირავს საბჭოთა კავშირმა და გამოაქვეყნა ესენი პარაზიტები და აი ესენი რაღაცა გამკეთებდა მახინაციების ხალხი არისო. ყველა ჩემს ხარჯზე იქნებითო. მამაჩემი ძალიან დაავადდა ამ პერიოდში. ასე რომ აქაური მიწა საუბედუროთ დაავადდა იგი თითქმის განუკურნებელი დაავადებით მოსპიოდა ლიმფოსარკომა რომლის სამკურნალო საშუალებები იმ დროს საბჭოთა კავშირში არ არსებობდა ამ დროს ქუთაისში კიდევ ერთი გამოჩენილი ადამიანი ცხოვრობს ისე როგორც შაბთაი ელაშვილი ბორის გაპონოვიც საჭიროებს მკურნალობას ბორის გაპონოვი იყო
ყველაზე ღარიბი ადამიანი მთელს საქართველოში უბუშევარი და ცხოვრობდა პადვარში, სადაც იყო ერთი მაგი და საბეჭდი მანქანად სამი სკამი. მისი მაინძლები იყვნენ ქრისტიანები, ღმერთ მიერ დალოცულები, რომელმაც შეიფარეს ეს ებრაელთა ოჯახი. შაბთაი მას არ აკლებს მზრუნველობას, რადგან იცის, რა საშვილიშვილო საქმეს შესჭიდებიან. ბორის გაპანოვი არც ქართველი იყო და არც ისრაელი, იყო მხოლოდ ებრაელი. მისთვის არც ქართული იყო დედაენა და არც ებრაელი იყო დედაენა. ორივე უცხო ენა იყო მისთვის. ამ ადამიანმა შეძლო ის, რომ ვერც ერთმა ქართულმა და ვერც ერთმა ისრაელმა ვერ გააკეთა. ბორის გაპანოვმა ზუსტად იცხოვრა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო ვეფხისტყაოსნის გადათარგმნება ქართულიდან ივრითზე. המציף תבל בחוזק, ימינו על מכוניה, ויפח רוחו ממעל, באפי כל המוניה, ויקננו את הארץ, כלולה בצביוניה, מידו שלטון רביה, וממשלת אדוניה. აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი პასუხი არ ჩანს. უკვე მამაჩემი უკვე განიცდიდა. ამდენი ოჯახები დარჩა უმუშევარი, უსაქმუროდ, სახლები გაყიდენ. ამიტომ დავიწყე რადიოში ძებნა. რომ ყვები ამას დღესაც განვიცდი. გავიქეცი დილას ლოცვაზე, მამაჩემი მარტო იყო ლოცვაში. ეს მე მოვისმინე ჩემი ყურით, რომ 18 ოჯახი საქართველოდან თხოვილობს წამოსვლას. თქვენ არ აძლევთ. გრომიკომ თქვა, რომ ჩვენთან საბჭოთა კავშირში ასეთი რამე არ ხდებაო. ყველას შეუძლია რაც უნდა გააკეთოსო. აპაო და წარმოადგინეს მაშინ ეს წერილი. მამაჩემი მარტო იყო ლოცვაში. ჯერ მივედი გვერდში და კომენდანტზე რო იდგა ხელით მანეჭდა. იყო ესეთი განცდა, რომ აუწერელი. პაპა წერილი გამოქვეყნდა, სოფლიო ლაპარაკობს. ეს იყო რაღაც არ ნახული, რომ მაბერა მოიღო. ცრავლები წამოყარა. და წიახელები. ღმერთისკენ. თვრამეტის წერილი ისრაელის წარმომადგენელმა გაეროში ტეკუამ გადასცა გოლდა მეირს. მან კი კნესეთში წაიკითხა და პროტესტი განაცხადა გრომიკოს სიცრუის გამო. И вдруг, как взрыв, привозят нам письмо 18 грузинских евреев. Это было фактически первое официальное открытое письмо, направленное в официальные организации Советского Союза и всего мира, которое было опубликовано во всем мире. И мы поняли, что они на правильном пути, что они нас правильному научили. После этого начали писать и открыто выйти за этот психологический барьер, который помогли пробить именно вот эти грузинские евреи своим письмом 18. Письмо 18 было такой как бы подсказкой для нас, что же надо делать в данный момент, каким образом добиваться того, чтобы о нас узнали за границей, чтобы нам начали оказывать помощь,
Потому что мы знали, если нас не будут о нас знать, о нашем движении, о том, что мы боремся за выезд, не будут знать за границей, нас моментально раздавят. კგბ-ს მანქანებიც დაიწყო მოსვლა, მამაჩემი მიიწვიეს დასაკითხავად. მარტო მამაჩემი მიიწვიეს. ჯერ დამუქრებით დაუწყენ. შენ არ გინდა წასვლა სამსახურში დაგაბრუნებთ, დაგაწინაურებთ. ოღონდ გადათქვით. მამაჩემის პასუხი იყო, ჩვენ ამისთვის ვლოცილობთ. ესაა ჩვენი ოცნება, ამის გადათქმა ჩვენ უფლება არ აქვს. რაც გინდათ გაგვიკეთეთ, ეს თქვენი უფლებაა, ჩვენ სურვილს არ შევიცვლით. შეეკითხენ ეს, შენ კი გადაწყვეტე, მაგრამ შენი შვილები არ ეკითხები, შენ იმის პასუხი იყო ასეთი რა, მე ვიცნობ ჩემ შვილებს, იმათ ჩემზე მეტად უნდა ისრაელში. ამის შემდეგ შეკრიბეს, რაბანები მოიწვიეს, რომ ეთქვათ ჩვენ ამის წინააღმდეგი, მაგრამ ვერ ნახეს ასეთები. Маинц დაწერეს, რაც უნდა დათ. Не было дня, чтобы не выходили газеты, в которых клеветали на евреев, что это агенты сионизма. ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, დღე ამოვთქვით და წავიდეთ ამ დღეს, მართლა წავედით. ზოგი მატარებლით, ზოგი სამალიოტით. საიდუმლოდ. ბევრის ოჯახმა არ იცოდა რომ ნახონ, ზეთი მივიდიოდით, როგორ მივიდიოდით, როთეცი, მოტყა რო გაიგონ, მატარებლები ჩამოგხსოვენ. დაგვიჭერენ, სამალოს დახვდებიან იქ, დაგვიჭერენ. რო გაიგონ ჩვენ დაგუკაზე. და ასე ჩავედით მოსკოვში. ადგილი ქონდა წინასწარ დათქმა. კი. იმის, რა ქვია, პუშკინის ბაღში. იქიდან მოვგარით ფეხი და წავედით პრეზიდენტის რეზიდენციაში. პრეზიდენტი სად იყო? უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე. პოდგორნი. ვართ 30 კაცი. ველოდებით. ამ დროს მოდის ვიღაცა და გვეკითხება რა ასე გვინდა. კარგი, შევიდა და გამოდის ამბავი და გამოაქვს პასუხი. ორ კაც მიგიღებთ. და ყველას ერთდროს იგიშებთ. ორს არ შეუშვით მოთხა, არ შეიძლება. ვინ არიო თქვენი უფროსი არ უთხარ ჩვენ. იმას მივიღებთ. ყველა უფროსი ვართ და ოროლკას მიგიღებთ. ისიც საინტერესოა, რატო არ უთხარით უფროსი ვინ არის? არ წერა. ბოშინო, დაიჭირავდა. ოროლსაც დაგიჭერდნენ. გათავდა 5 საათი და დაკეტილია. დაკეტილი უნდა გამოყენო დაკეტოინა თავის პოეტავის. გამოვედგარი და ამ ცენტრალურ ტელეგრაფში შევედით სულ ყველა. სადაც დეპეშები იგზავნენ. შევედით, ყავდა ჩვენ ბიჭი, რომელიც წეროდა ფრანგულად, იტალიურად, გერმანულად, ინგლისურად. რიხები იყო დავით. მარცხნიდან მეორე. 4 ტელეგრამა გაიგზავნა იმ წუთში. სად გააგზავნეთ? ისრაელში, ამერიკაში. ერთი რუსეთში. რუსეთში და პოდგორნის გაუგზავნეთ. ერთი გაუგზავნეთ ინგლისში. ეს 4 ტელეგრამა. რა ეწერა იმ დეპეშაში? აი ეს ჩვენ გვინდა ვთხოვლობ წასვლას ისრაელში, ან სიკვდილად წასვლა. ყარები გახსენით. გაგვიშვით. ამ დროს აკეთებია. არა, გამოშვება არ არის. კაცი არ გამოდის საქართველოსდან. ახლა დაღამდა, გვეკითხებია რა საკეთებთ, რა გინდათ. ველოდებით პასუხს ტელეგრამს. ესე იგი რა თქვენად ქონიათ მოფიქრებული ყველაფერი. ყველაფერი თქონდაშორის მე პოსტაში ვიყავ ნამუშევარი და ვიცოდი ეს კაცები. ხოდა უცით აღარაფერს გეუბნია. მეორე დღეს მოვიდა პალკონიკი და კიდე პალკონიკი, 3 კაცი მოვიდა. მეორე დღეს. და საკეთია თქვენ რომ მაგალითად დაგიჭირეთო, წაეთ სახლებში. და შეერებს არ. მოგცემენ რა ქვია, პასუხს, წახვალ და ყველაფერი და არა, აქ უნდა მიყოთ пасуხი, აქ. Ан сидели, ан тас. Когда они были на телеграфе, простые люди, ну берите нас, а что нас, ну что вы можете у нас взять? Кроме жизни вы ничего у нас не можете отнять. Им нечего терять. От земли, сапожники, портные. От земли приехали люди. Вы понимаете как? Евреи. И мы смотрим, они-то настоящие евреи. Они соблюдают обряды, они все знают, они могут молиться. Знают традиции. Мы ничего не знаем. У нас в паспорте, что мы евреи. И всегда говорят, знаете, бьют не по паспорту, а по морде.
Я помню, как ко мне пришел, по-моему, самый молодой из этой группы, чтобы мы знали, что они идут на голодовку туда. И я тут же собрался, пошел с ним на телеграф. Остальные уже были там. И вот они мне дали свое заявление. Ну, тут ГБшники все окружили, и там шум был. Стали публику выгонять, эти ГБшники, из зала. Был такой Володя Тельников, он из диссидентов был. И я приехал к Володе Тельникову, говорю, так и так, срочно сообщи корреспондентам иностранным, что происходит, вот их заявление. Так что я тут принял непосредственное участие в том, что в тот же день уже знали за границей о том, что происходит. А слежки за вами не было? Была. Меня посадили на 15 суток тут же, в этот же вечер. ვლადიმერ სლეპაკმა 5 წელი გაატარა პატიმრობაში. მისი ცოლი მაშა მოიქცა ისე, როგორც 200 წლის წინ დეკაბრისტების ცოლები იქცეოდნენ. ქმარს გაჰყვა გადასახლებაში. ღამე შემოლის რადიო ყოველისას მიკროფონში არ შეგვეცინაღნეგო ისტერას უნდა დემორჩილო. საიდანაც შემოსავალ გასავალი იყო, სულ ყველა მთლიანად ორ რიგზე მილიციით გაიფსო, შუაში მილიცია, სულ ყველაფერი და გენერალი იყო, პოლკოვნიკი იყო, ლაპარაკობდა მიკროფონით, რომ დაგვემორჩილეთ, არაფერი საწინააღმდეგობა არ გაგვიწიოთ და წაგვიყვანეს ვითამთ და გამოსაფხიზლებელი მე მეთქი ჭკუა გააქვთ. უკვე მე ლაპარაკობა შემული, აღარ არის მერედება პრაკლიანტის სავეტკის საიოზით, გარკვეული არსებობდა. სუდი გეთქვა საბჭოთა კავშირზე მე არ მჯერა რომ დარჩა სათქმელი. თუნე მოსკოვ იცის ყველა პოპოზიცია. ყველა მის ამერიკაში რადიო აცხადებს ის შესაძლოა რომ ჩვენ ამ დღეში Go in unto Pharaoh and tell him, thus saith the Lord, the God of the Hebrews, Shalach et ami, let my people go. So Moses went to Egypt land. Let my people go.